Human Rights Watch-ის საქართველოს შესახებ ახალ მოხსენებას აქვეყნებს საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს ისევ აქვს სათვალთვალო აპარატურა კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორთა შენობებში. 667 გვერდიან მოხსენებაში საქართველოს 5 გვერდი დაეთმო. ანგარიში ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკითხვა დაკავება, ჭელაში მინარეთის დემონტაჟი და 17 მაისის აქციაც მოხდა. კიდევ რა ფაქტები შევიდა საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებაში, მასალებს ქეთევან ბოჯგუა გაეცნო, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვთავთ, ქეთი გისმენთ. Human Rights Watch-ის ანგარიში ყურადღება გამახვილებულია 9 ძირითად საკითხზე. თავდაპირველად შესავალ ნაწილში საუბარია იმაზე, რომ 2013 წელს დასრულდა რთული კოჰაბიტაციის პროცესი, მას შემდეგ რაც ჩატარდა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები, ამის შემდეგ კი უკვე ჩამოთვლილია ის საკითხები, რომლებიც Human Rights Watch-ის შეხედულებით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ერთ-ერთი მათგანი არის ციხეებში არსებული ვითარება და გასულ წლებში ძალადობისა და წამების ფაქტების გამოძიება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ციხეებში წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება ნელა მიმდინარეობდა და აკლდა გამჭვირვალობა. ასევე დოკუმენტში ხაზგასმულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხი, მაშინ ნათქვამია, რომ 181 საათის ვიდეო მასალა იქნა განადგურებული 2013 წლის სექტემბერში ხელისუფლების მიერ, თუმცა აქვე ნათქვამია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ინარჩუნებს სათვალთვალო აპარატურას კავშირგაბმულობის სფეროს ოპერატორების შენობებში, რაც მას აძლევს ყოველგვარი კომუნიკაციის ავტომატური წვდომის შესაძლებლობას სასამართლოს მხრიდან კონტროლის გარეშე. ამ საკითხებს უკვე გამოეხმაურა როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ასევე უმრავლესობა. მაშინ როცა კეთდება ძალიან ბევრი აქცენტი იმაზე, რომ წინა პერიოდში საშინელებები ხდებოდა და დღეს ამისგან თავისუფალია ჩვენი ცხოვრება და გარემო, როგორც ჩანს, აგერ არის კიდევ უფრო უარესი მინიშნება იმაზე, რომ საერთოდ ნებისმიერი ასე ვთქვათ კონტროლის გარეშე და სასამართლოს გარეშე შესაძლებელია მოსმენას თვალთვალიც და ყველაფერი ამგვარი. ჩემი აზრით ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს. არაერთხელ მქონდა შეხვედრა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელთან და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არანაირი უკანონო მოსმენები არ ხორციელდება. მეცაც გეტყვით, ჩვენ ერთობლივად უკვე რამდენიმე თვეა მუშაობთ იმ საკითხზე, რომ მოხდეს ამ თემის ამ საკითხის სამართლებრივი რეგულირება. ამ საქმის გამოძიება არ არის დასრულებული, შესაბამისად სრულიად გამჭვირვალე ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა, როდესაც საქმე გვაქვს ხშირ შემთხვევაში ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფ ადამიანებთან. აქ არის ნაწილი, რომელიც არასოდეს არ გახდება გამჭვირვალე, დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანების პირად ცხოვრებას ეხება და არის მეორე ნაწილი, რა თქმა უნდა, რომელზეც უნდა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია. Human Rights Watch-ის ნებისმიერი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია საყურადღებო, იმიტომ რომ ისინი ისე შემთხვევით არაფერს ამბობენ. ანგარიში ასევე საუბარია იმ წარსულში ჩადენილ სამართალდაღოვეთა გამოძიებაზე, სწორედ ამ ნაწილზე გაამახვილა დღეს ყურადღება საპარლამენტო ოპოზიციამ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წარსულში ჩადენილ სამართალდაღოვეთა გამოძიება საფუძვლად დაედო გარკვეულ შეშფოთებას შერჩევით სამართალთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით. ასევე Human Rights Watch-ი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 20,000-ზე მეტი საჩივრიდან ხელისუფლებამ სხვადასხვა სამინისტროს 35 ყოფილ თანამდებობის პირს წაუყენა ბრალი, თუმცა არ განუმარტავს თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა იმის განსაზღვრისას, თუ რომელი შემთხვევა უნდა ყოფილიყო გამოძიებული. დოკუმენტში ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე, ასევე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების დაკითხვა, ასევე ფინანსური პოლიციის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავება გასული წლის ივნისში საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქმეები არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებულად გამოძიებული, ხოლო საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ დასკვნის ეს შედეგები სამწუხაროა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია და ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთი ნეგატიური ასე ვთქვათ შეფასება აქვს საქართველოს ამ ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ საუბრობდით მთელი წლის განმავლობაში, რომ ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციის მიმართ განხორციელებული აგრესია არ არის პრობლემა მხოლოდ ოპოზიციისა, ეს არის პრობლემა ქვეყნისა და ამის შეფასება მოხდება. რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებზე პოლიტიკურ კონტექსტს სრულიად გამორიცხულია, იმიტომ რომ ის თანამდებობის პირები, რომლებიც იმავე დროს პოლიტიკური ფიგურები იყვნენ, სხვადასხვა ძალიან მძიმე დანაშაულებებში იმხილებიან და შესაბამისად ვერავით არის პოლიტიკური სტატუსი ვერ იქნება ხელშეუხებლობის და ინდულგენციის საფუძველი, იმიტომ რომ კონკრეტულ დანაშაულებებზეა საუბარი.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული, არის აღსარებლობის თავისუფლება, ასევე სექსუალური და გენდერული იდენტობის საკითხები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ადეკვატური არ იყო პოლიციის რეაგირება რამდენიმე ძალადობრივ შემთხვევაზე რელიგიური უმცირესობების, ასევე ლესბოსელი, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერული უმცირესობების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება დოკუმენტში გამახვილებულია 17 მაისის ინციდენტზე, მასზე რეაგირებაზე და შემდგომ უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. გარდა ამისა, საუბარია ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფაქტზე, ასევე ნახსენებია ანგარიშში ის ფაქტები, როდესაც დოკუმენტის მიხედვით მუსულმან მოქალაქეებს არ აძლევდა ადგილობრივი მოსახლეობა ლოცვის განხორციელების საშუალებას. ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოში Human Rights Watch-ის წარმომადგენელს, ის აცხადებს, რომ ეს იყო სწორედ ის საკითხები, რომლებიც გასულ წელთან შედარებით ახალი იყო ამ ანგარიშში. ასევე ჩვენ ვესაუბრეთ სახალხო დამცველსაც, რომელიც ამბობს, რომ ყველა ის ფაქტი, რომელიც Human Rights Watch-ის ანგარიშია ჩამოთვლილი, მის ანგარიშშიც მოხდა. შეიძლება პირდაპირ თქვას, რომ აქცენტები, რომლებიც არის მოცემული Human Rights Watch-ის ანგარიში, სულ თანხმედრაშია სახელმწიფოს მიერ გამოცემულ ანგარიშთან, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა. ასევე საუბარი არის იქ უმცირესობებთან დაკავშირებით რიგ შემთხვევებში არაადეკვატურ ან დაგვიანებულ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ეს საკითხები ასევე ანალოგიურად არის ასევე ჩვენს ანგარიშებში. თუ იმაზე ვისაუბრებთ, რა არის აი შედარებით ახალი ამ ანგარიში წელს, რაც არ ყოფილა თქვა ხო, შარშან მის წინაწლებში ესეთი საკითხებიც არის, მათ შორის იგივე უმცირესობათა საკითხები, ჩვენი თავისუფლების საკითხები, 17 მაისის საკითხი, რა თქმა უნდა, საკი არის გამოყოფილი, იმიტომ რომ მიხედვით იმისა, რომ თქვა მცირე ინციდენტებს ადრე სხვა დროსაც თქვენი ადგილი ეს იყო ძალიან მასობრივი ინციდენტი, რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი, რომ გარკვეული პოზიტივი ქვეყანაში არის, პოზიტიური ჯერები, თუმცა პრობლემები რჩება და იმედია, რომ ხელისუფლება მათზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს. Human Rights Watch-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიში 90 ქვეყანაა მოხვედრილი. დიდი მადლობა Human Rights Watch-ის ანგარიშის შესახებ ქეთევან ბოჯგუა გვიამბობდა.